გამოვიყვანთ ახალ ჯიშს, ახალ ადამიანს შევქმნით, ჩვენ ახალ ისტორიას დავწერთ, ამ ყველაფერს ეს ადამიანები ამბობდნენ მანამდეც. ამიტომ მე იცით მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ძალიან დიდი ხნით ადრე ვხვდებოდი, რა ძალასთან მქონდა საქმე, ისევე როგორც სხვა ადამიანები, ჩემი კოლეგები, მეგობრები, არა მეგობრები, სხვა ადამიანებიც და გავიდა ეს 6 წელი. ეს იყო უმძიმესი წლები ქართველი ერისთვის, საქართველოსთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არ უყვარს საკუთარი ხალხი. სამწუხაროდ. არ უყვარს, არ ტკივა გული იმ ქალაქებზე, რომელიც პურს ყიდდა ქუჩაში და ამითი არსებობდა. არ ტკივა გული იმ ბავშვზე, რომელიც ხვალ იქნება მხოლოდ ოფიციანტი და მას მოუკლეს პერსპექტივა გახდეს მეცნიერი, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მეცნიერება მოკლეს, უნდა ვაღიაროთ ეს და თქვა და რეალობას შევხედოთ პირდაპირ თვალებში. და დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ამ ხელისუფლებამ პირველი დარტყმა, პირველი იერიში მიიტანა მედიაზე და ეს იყო ძალიან დიდი შტურმი ქართული მედიის და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა მიზანმიმართული და ჩვენ მაშინ არ ვიყავით ერთად, ჩვენ არც საზოგადოებას სხვათა შორის მაშინ არ დაუდგა ქართულ ჟურნალისტებს და ამ მედია ჯგუფებს, რომელიც გაანადგურა სააკაშვილის ახლად მოსულმა ხელისუფლებაში გუნდმა. საერთოდ დიდი ხანია ჩვენ სოლიდარობა გვაქვს. ეს ისტორია, რომელიც მინდა ახლა გავიხსენო და თქვენ ხართ ამ გამოძიების მონაწილეებით და ჩართული ხართ იმ საპროტესტო აქციებში, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ტელეკომპანია ალანიასთან მიმართებაში. ალბათ ეს არის მაგალითი, ერთი კონკრეტული მაგალითი, როგორ მოექცა სააკაშვილის რეჟიმი ქართულ მედიას. თუ არ გაქვთ რამე სათქმელი, იქნებ ეს ისტორია ჩვენი ტელემაყურებლისთვის ძალიან მარტივ ენაზე. ტელეკომპანია ალანიაზე მე მოვждები ბევრი სათქმელი პირადად. მოვყვეთ, კი ბატონო. მაგრამ მანამდე ერთ რამეს დავამატებ, თქვენ რომ ძალიან ირმა რომ ძალიან რეაქცია მოყვა თქვენ როცა დაკვალიფიკაცია მეცით ბოროტი ხელისუფლება თქვენ პირველი იყავით საქართველოში, ვინც ეს რეაქცია გამოიწვია შეიძლება, მაგრამ დაგახსენებთ რომ რეიგანმაც როცა იხმარა ბოროტების იმპერია, საშინელი აღშფოთება გამოიწვია ესე ვთქვათ ინტელექტუალებში. სიტყვა ბოროტება ასევე როგორც სიყვარულს ერიდებიან რომ ახსენონ და ჩვენ შეიძლება ბევრი ვინც თუ მოგვისმენდნენ ოპონენტები იტყოდნენ რომ ეს სიტყვები არ არის ამ პოლიტიკურ კონტექსტში რთულია ეხმარა. არა, მე არ ვიცი, შეიძლება სულაც არ არის კარგი რომ დღეს ესეთი აზრი დომინირებს რომ არ უნდა ვიხმაროთ სიტყვა ბოროტი, კარგი, ცუდი, მე მგონი ყველაფერი თავის სახელი უნდა დავარქვათ ჩვენი მოვალეობა. საერთოდ იმის გამოვლინება რომ საღი აზრის დაზიანება ძალიან ცნობს ეგრეთ წოდებული მეცნიერული აზრი. და უკვე დადის ასე თქვა საყოფაცხოვრებო დონეზე, ეს არ არის მარტო საქართველოში პირიქით ეს ბევრად ადრე დასავლეთში მოხდა და ეს ძალიან აზიანებს საერთოდ პოლიტიკასაც, ძალიან აზიანებს საზოგადოებებსაც და სწორედ ამიტომაც საზოგადოებას ბევრი რომ მოთხოვოთ, აი თქვენ რომ ძალიან რომ ვერა რამდენი რამეზე უნდა მოეხდინა რეაგირება საზოგადოებას, მე არ ვამბობ რომ არა, რომ ამის საშუალება საზოგადოებას სულ არ ქონდა, მაგრამ საზოგადოებას ხანდახან ძალიან ბევრ რამეს ვთხოვთ, ჩვენ დღეს ხოლმე ვის ნაწილი რომელიც საჯარო სივრცეში გამოდის და ეს ადგილი უკავია ყოველ შემთხვევაში ამბობს რომ აი საზოგადოება დამნაშავე. საზოგადოება შეიძლება დამნაშავე იყოს კიდეც. ეგ ცოტა სხვა ტიპის ანალიზის საკითხია, მაგრამ პირველ რიგში ეს არგუმენტი ამართლებს ხელისუფლებას. ეს არგუმენტი რომ საზოგადოება დამნაშავე რაღაცაში და საზოგადოება ხელისუფლების ეკვივალენტურად და მის თანატოლად შეიძლება რომ და მის საპირწონედ არ არის ეს. როგორცაც იმსახურებს. რომ აი ჩვენი საზოგადოება ჯერ არ ჩამოყალიბებულა, ჩვენ ვერ ჩამოყალიბდით, როგორ უნდა ჩამოყალიბდეთ ამის საშუალებას არ გათლებენ. გერმანიის საზოგადოება ჩამოყალიბებული იყო ჰიტლერი რომ მოვიდა. პოლიტიკური კულტურა აკლდა, ჩვენ გვეუბნებიან ხოლმე რომ პოლიტიკური კულტურა გვაკლია. და ვერ ვქნით ესე იგი ორ თანაბარი ძალის პარტიას და ამიტომაც არის რომ ერთი პარტია დომინირებს ხოლმე და გერმანიას აკლდა პოლიტიკური კულტურა, ან იტალიას აკლდა რამე კულტურა, როდესაც დომინირება მოახდინა ფაშისტურმა პარტიებმა, იქ ან ესპანეთში, ხო და რამ და მე უცბად რამ მრავალი პარტიის უზრუნველყოფა მოახდინა უკვე განადგურებულმა საზოგადოებამ და წელში გატეხილმა, როგორც კი ის
პარტიები და ის რეჟიმები განადგურდა, ანუ ეს ხო აბსურდი. გია ხო დამეთახებით რომ თუ მედიამ არ თქვა ის რაც სათქმელია და თუ თეთრს თეთრი არ უწოდა და შავ-შავი საზოგადოება როგორ უნდა გაიზარდოს და როგორ უნდა გაარჩიოს. მე მაგალითად ყველას არგუმენტად ვეუბნებოდი ამას, როცა მეუბნებოდნენ რომ აი რატო ხარ შენ ესე განწყობილი. დაკვალიანება შეიძლება თქვენ უყურებთ ტელევიზორით მეთქი და მე ამ ხავს ხედავ კადრს მიღმა. ანუ ჩვენ უფრო უშუალო შეხება როცა გქონდა და გამოირთვებოდა თქვა დიქტაფონი და კამერა და მე რა ლაპარაკები მიდიოდა ერთიერთზე ეს ყველაფერი აქ ხო ილექება და ძალაუნებურად ახლა ტელევიზორიდან შეიძლება ის ვერ უთხრა ხო რომელიღაცა კონკრეტულ პიროვნებაზე აი სწორედ ამიტომ არის ჩემი აზრით ის დებატები საჭირო როცა ორივე მხარე გიზის და ერთმანეთს ეკამათებიან და იქ ჟურნალისტის ფუნქცია თუ არის სწორად ნუ მე ვამბობ თქვა საპრეზიდენტო არჩევნებში როცა მინიმუმ 2 მაინც იმიტომ რომ ერთ პერიოდი იმაზე იმეზე რომ საერთოდ ცალკარში თამაში იყო რასაკვირველი არც არ იყო მოსაწონი ხო მაგრამ ისიც ძალიან ესეთი მიუღებელია ჩემთვის როცა ისეთი ყაყანია რომ ვერ გებულობ რას ლაპარაკობენ და ვერ იმორჩილებს წამყვანი ამ შემთხვევაში ეთერ ალანიას თემას დაუბრუნდეთ და ჩვენ კიდე გადაცემის დასაწყისში ის პრინციპები ვახსენეთ და ჟურნალისტიკა ეყრდნობა და რაც სამწუხაროდ აკლია დღეს ჟურნალისტიკა ჩავწიოთ ალანიას თემა და გავაგრძელოთ რა პრინციპებს აი მაგას ვამბობდი ახლა რომ ჟურნალისტი მე იმ ინტერვიუშიც მაქვს ნათქვამი ფილმში რომ ჟურნალისტო თავის პოზიციას ეს პრინციპები არის ძალიან მარტივი სინამდვილეში ეს არის რაც ყველა ვისწავლია და ამით გვიხელმძღვანელია ცილის წამება რომელიც დაუშვებელია მაგრამ შეხო საბჭოური ჟურნალისტი დაუშვებელია იარლიყების მიწებება მოთხოვება საზოგადოების დაუშვებელია. დაუშვებელია შეგნებულად საზოგადოების ცნობიერებაზე ზემოქმედება და ყველაფერი ეს არის მავნე ზემოქმედება სინამდვილეში რაც დღეს ხდება. იარლიყების მიწებებაც, ტყუილით, რომელმაც წალეკა მთელი ჩვენი მედია სივრცე, ელექტრონული მედია განსაკუთრებით და ქვეყანა და ჩვენ აღმოჩნდით სულ სხვა ტელერეალობაში. ცხოვრება არის სხვა ტელერეალობა არის სხვა. და ეს ზემოქმედება საზოგადოების ცნობიერებას ხათაშორის ძალიან ბევრი სახელმძღვანელო გადავათვალიერე აი ამ ბოლო პერიოდში საინფორმაციო თეორიის საინტერესო სიახლეებია, ვითარდება მეცნიერება, ვითარდება ქვეყანა და არის ახალი დეფინიციები, ახალი აზრები, რომ დასჯადია საზოგადოების ცნობიერებაზე და აზროვნებაზე მავნე ზემოქმედება. ის რასაც აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება და ჩვენი 7 ტელევიზია ასევე. კოლეგების. ცილის წამება არის დღეს ჩვეულებრივი ამბავი. კი ბატონო. ადამიანს არ გაუკეთები, არ ჩავდენია დანაშაული, მას აბრალებენ რომ შენ ეს ჩაიდინე, გვაჩვენებენ იმიტაცია ხდება ისეთი სურათი ვიდეო მიდის ეკრანზე რომ შენ ვერ აანალიზებ ეს მართლა მოხდა არ მოხდა სინამდვილეში არ მოხდა ცილის წამება და ეს ცილის წამებაც დავაკავშიროთ აბა ერთი 2003 წლამდე პერიოდთან იქიდან დაედო ამას საფუძველი რაც დღეს უკვე ზენიტშია და ყვავის ჩემთვის იყო ძალიან ესეთი მაგალითია დღემდე ვალერია ასათიანთან დაკავშირებული ისტორია ცილის წამების როცა ამაზე ვლაპარაკობ როცა სწორედ რუსთავი ორმა სწორედ იმ ჯგუფმა ჟურნალისტებისა რომლებიც დღეს ძალიან ისე გველაპარაკებენ რომ თქვენ ჟურნალისტური სტანდარტი არ იცით რა არის პირდაპირ